რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრი აქვს ძალიან. იაპონიაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. სირიაში არჩევნები დაინიშნა. სირიაში დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანაში, რომელმაც 13 წლიანი უბედური ომის განმავლობაში, როგორც ამბობენ, 700,000-მდე მოქალაქე დაკარგა, დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უკვე სექტემბერში 200 კაციანი პარლამენტიდან 140 კაცს აირჩევენ. დანარჩენ 70-ს, როგორც ამბობენ, უკეთესი რეპრეზენტატიულობისთვის დანიშნავს დროებითი მთავრობა. ეს პარლამენტი იმუშავებს 2 წელს, შემდეგ როდესაც სირიაში შეიქმნება პირობები უკეთესი, უფრო დემოკრატიული პარლამენტის ასარჩევად, უფრო დემოკრატიული, უფრო თავისუფალი და უკეთესი პარლამენტი აირჩევა. უკანასკნელი არჩევნები სირიაში ჩატარდა შარშან ზაფხულში. გაიმარჯვა როგორც ყოველთვის 1963 წლის შემდეგ ასადმა და მისმა ბაასისტურმა პარტიამ. ასადი და მისი მმართველი პარტია გამოვიდნენ და თქვეს, რომ ბრძენმა სირიელმა ხალხმა კვლავაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. იმით, რომ კვლავაც ისინი აირჩია უმრავლესობაში. იმით, რომ კვლავაც მათ ჩააბარა ქვეყნის ბედი. იმით, რომ კვლავაც მათ ანდო ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან. თუ არა დააბა, ომი გინდათო? ეს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ. მოხდა შარშან 2024 წლის ზაფხულში. 2024 წლის დეკემბერში კი ასადმა მოხია მოსკოვში. ხოდა რატო ამბობ ახლა ყველაფერ ამას? იმიტომ რომ სირიაში დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. საქართველოში კი. თუმცა რა კავშირია სირიასა და საქართველოს შორის? სირია და საქართველო. საქართველო და სირია. ქართული ოცნება და სირია. ქართული ოცნება სირია. ქართული ოცნება სირია. ქართული ოცნება სირია. უარესი. მე ერთხელ უკვე მოგიყევით საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეზე, იოჰანან ელიგულაზე, რომელიც 2024 წლის 15 აპრილს ნიუ-იორკში დააპატიმრა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. მას ბრალად ედება ფულის გათეთრება და იარაღის უკანონო გაყიდვის მცდელობა. ელიგულა მიცოდა, რომ მისი კლიენტი იყო ლათინო-ამერიკული ნარკოკარტელი, მაგრამ მასთან დიდი მზადყოფნით მუშაობდა. ამ კაცს ვინაობა და ამბავი ჩვენთვის საყურადღებოა, რამდენადაც ელიგულა იყო თბილისში საწარმო დელტას ბაზაზე დაარსებული ერთობლივი კომპანიის დირექტორი, რომელიც დასავლური ტიპის ცეცხლსროლ იარაღს აწარმოებდა. FBI საბუთების მიხედვით და ესეც გითხარით, წინა გადაცემაში იგი თავის კლიენტებს, ანუ ნარკოკარტელს, სთავაზობდა ჩასვლას და ყველაფრის ნახვას ადგილზე. ქვეყანაში, სადაც მისივე სიტყვებით აკონტროლებდა სამხედრო მრეწველობის 35%-ს. გასაგებია, რომ გრემისა და სათაფლიას დასათვალიერებლად არ პატიჟებდა ახალ პაბლო ესკობარებს. პატიჟებდა საქართველოს ყველაზე საიდუმლო სამხედრო ქარხნის დასათვალიერებლად და საწარმო ციკლის თუ საწყობების გასაცნობად, რომელსაც თქვენ თვალს შორიდანაც ვერ მოკრავთ. ამ ქარხნის თავზე ან სიახლოვეს არ დაფრინავს არც ერთი დრონი, ვერ დაფრინავს, ახშობენ და ძირს ყრიან. ყოველ ნაბიჯზე კამერებია, მოძრაობის სენსორები, ყოველ საანქროს აქვს თავისი საშვი. შემსვლელიც მოწმდება და გამომსვლელიც. ფოტოს ტელეფონითაც ვერ გამოიტანთ. მოკლედ, უმკაცრესი რეჟიმია. და აქ ჩამოდიან, უნდა ჩამოსულიყვნენ ლათინო-ამერიკელი ნარკობარონები. უნდა მოევლოთ ტერიტორია, დაეთვალიერებინათ, იქნებ ჩანაწერების დაეტოვებინათ საპატიო ვიზიტორთა წიგნში. მასპინძელი ვინ იყო გავიქეთ და ატვეჩაი ვინ იყო, რომ შესაბამისი ენით ვილაპარაკოთ. ატვეჩაი რომ ნარკობარონები და მათი ვალეტები ნამდვილად შევიდოდნენ საქართველოს ზესაიდუმლო სამხედრო ქარხანაში. შევიდოდნენ და გამოვიდოდნენ კონტრაქტით. სულ ცოტა ავტომატური შაშხანების პარტიის ყიდვის გადაწყვეტილებით. ამის ატვეჩაი ვერ იქნებოდა ელიგულა. შანსი არ არსებობს. იგი იყო მხოლოდ საშუალო დონის კრიმინალი, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორი. თავად დელტა კი არის თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივ გამგებლობაში. და იქაური პროდუქციაც, რომელ საანქროშიც რა უნდა გააკეთო, სწორედ სახელმწიფო საკუთრებაა. ამიტომ ახლა უნდა ვიკითხოთ, როგორ შეძლებთ ერთ-ერთი დაქვემდებარებული საწარმოს დირექტორი, თუნდაც 5 ავტომატური შაშხანის დამზადებასა და ჯერ ქარხნიდან შემდეგ საქართველოსდან გატანას. ბოლოს კი ლათინურ ამერიკამდე ტრანსპორტირებას პოლიტიკურ დონეზე ხელშეწყობის გარეშე. ვერ შეძლებთ. 1000-დან ერთი შანსიც არ არსებობს, რომ არ ქონოდა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის იმედი, მათი ზურგი და დახმარება. რომ არ ქონოდა საწარმოო, საგადასახადო და საბაჟო დოკუმენტაციის გაყალბების გარანტია. ეს კი მთავრობის უმაღლესი პირების ჩართულობის გარეშე სრულიად შეუძლებელია. ნუ გაგიხარდებათ ახლა, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა დაჭერილი და იმას დააფქვევინებენ ყველაფერს. ეგ მოადგილის დონეზე არ წყდება.
მეტიც, მინისტრ ბურჭულაძის დიდი მონდომებითაც ვერ გაიჩერხებოდა ასეთ საქმე. საჭირო ექნებოდა სულ ცოტა 5 მინისტრის ჩართულობა და შავი ფულის გაყოფა ყველასთვის. თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებისთვის, როგორც დელტას მეპატრონეებისთვის, ფინანსთა მინისტრისთვის, როგორც საგადასახადებსა და საბაჟოს თავკაცისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, როგორც სასაზღვრო კონტროლის ხელმძღვანელისთვის და სუსის უფროსისთვის, როგორც აი ამ ყველას მაკონტროლებლისთვის. და რა შემთხვევაში შეიძლება ყველა ამ პირმა შეკრას პირი და ერთი საქმე აკეთოს? ძალიან სარისკო. უფრო გასაგებად ვიკითხა, ვინ შეიძლება ყველა ეს პირი დარაზმოს ერთი უაღრესად სარისკო დანაშაულის ჩასადენად და დიდი, აი ძალიან დიდი სისხლიანი ფულის გასაყოფად. პასუხი ერთია, საერთო ბატონმა. სუსის გახსენებაზე, ელიგულა დააკავეს აპრილში. ზუსტად ერთ თვეში ამერიკის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს. მოკლე, მაგრამ ძალიან ცალსახა განცხადებით. ქართული ოცნების ხელისუფლება უქმნის შესაძლებლობას რუსეთს გაზარდოს გავლენა ქვეყანაში, საქართველოში. კიდევ ერთხელ, ეს ქვეყნება მაისში. კიდევ ერთ თვეში კი ივნისში გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკაში მიფრინავს. მაშინ ბევრს ეგონა, რომ ივანაშვილის შიკრიკი იყო მოახლოებული ამერიკული სანქციების არ დასაშვებად. შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ შეიძლება გამოძახებული უპირველესად ელიგულა საქმეში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირთა მონაწილეობის გამო იყო. ინფორმაციის ჩასატანად ან ჩამოსატანად. იმიტომ რომ თუ ასეთი რამე ხდება შეს ქვეყანაში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ხელმძღვანელობით და შენ ეს არ იცი, ვაი. თუ ხდება და იცი, ანუ ამ ბანდის მეთაური ხარ, მაშინ ვუი. ასეთ სანქციებია ისეც. ასეც გაგიხმობენ ბაობაბს ისეც. მაგრამ აქ პლუს დიდი შანსი გაქვს ჩამოგაფხატონ ტომარა და გუანტანამოში მოგიწყონ უფასო რეისი. ხო მართლა იცით, იქ რა ლამაზი ბუნებაა, თბილი ზღვა და გიგანტური პალმები. აუცილებლად მოგეწონებათ. ხელი ასიოს იმან, ვისაც გაუკვირდა, რომ ბორის ივანაშვილის მარჯვენა და მარცხენა ხელები ბიუჯეტის ფულს იპარავენ. არმიაში თუ სხვაგან. აი, ის ხელი აწიოს 51 რომ შემოხაზა საკუთარი კალმით. არ ვიცი ვინ რამდენჯერ. აი, თქვენთვის ვამბობ და თქვენზე. არმიისა და სპეცსამსახურების მიზანმიმართულმა ნგრევამ და ხრწნამ შედეგი მოიტანა. მე აქედან ბატონ ბორის მიულოცავ, იმას კი შეუძლია უკვე ზემოთ მიულოცოს კრემლში. პროკურატურამ ერთ თვეში დაიბარა ხალხი, ვის იმედადაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მშვიდად უნდა გვძინებოდა. ვინც ხერხემალი იყო, ან უნდა ყოფილიყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. დაიბარა თავდაცვის ყოფილი მინისტრი. დაიბარა სუსის ყოფილი უფროსი. დაიბარა სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე. დაიბარა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური. დაიბარა დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. და რა გავიგეთ მათი დაკითხვით? ერთადერთი რამ, არც ერთი მათგანი, არც ერთი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამსახურში დადიოდა, მაგრამ სათანადოდ არ მუშაობდა. ხელფას პრემია და ამათ პრივილეგიას იღებდა, მაგრამ სულ ლამპასებიან ფეხებზე ეკიდა ქვეყანა დაცული იყო თუ არა. ამათგან ყველა ერთხმად, ბორისის ხმად, განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ჩორჩანასთან პოსტის მშენებლობის შესახებ 2019 წელს. არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა. ეს გავიგე მეორე დღეს. უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში ასეთი განხილვა არ ყოფილა. ახლა ვითარებას მოდი გარედან შევხედოთ. არის ქვეყანა, რომლის დაპყრობაც გინდა. ძალიან გინდა. ქვეყანას ყავს არმია, ტანკებით, ვიფრინავები, ვერტფრენები, ქვემეხები. ვიღაც ამ ქვეყანაში ყველაზე ფეთქებაცაში ზონაში აშენებს რაღაცას, არქმევს პოსტს და აყენებს იარაღიან ადამიანებს. და ამ ქვეყნის მთავარმა, პირველმა, უპირველესმა სამხედრომ ეს არის. ეს არის სამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა. ეს არის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომელსაც აი ცოტა მაინც რომ შეეფერებოდეს დაკავებულ თანამდებობას, შენს გარშემო პაჭკა უნდა ხავდეს თავისი აგენტები. ხო და ამათ არათუ წინასწარ არიციან, არამედ ეგრეთ წოდებულ კონფლიქტის ზონაში საგუშაგოს ჩადმისა და იარაღიანი ადამიანების გამოჩენის ამბავს იგებენ მხოლოდ მეორე დღეს. და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა სამსახურში მიდიან. ვიღაც მოხსენებიდან ტელევიზორიდან. რამეც კი არ აღვიძებენ ამათ ოპერატიული მორიგეები, ბატონო გენერალო თუ ბატონო მინისტრო თუ ბატონო თავმჯდომარე თუ ბატონო იმანო, არ ვიცი. ასეთი ამბავი დაგვემართა Deep State-ის აგენტი, აი შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, ომს იწყებს ხაშურის მუნიციპალიტეტში. ეუბნებიან მხოლოდ დილით. ისევე როგორც თურმე პრემიერ-მინისტრს. ახლა პირადად გომელაურზე არა საუბარი, ან ჩაჩიბაიაზე, ან იზორიაზე, ან სუჯაშვილზე, ან ტაბატაძეზე. თუმცა ნამდვილი გენერალი, რომელიც ვიღაცა თურმე ომის განახლების ხიფათის წინაშე დააყენა და არ გააფრთხილა, რომლის ქვეყანამაც ამის შედეგად მიწები დაკარგა, იმ ვიღაცას, აი Deep State-ის აგენტს იარაღი მიუვარდებოდა და ფეხებს მაინც დაუხრებდა, თუ შუბლს არა. ან დაწერდა გადადგომის პატაკს როგორც უსარგებლო რგული, ვინც სათანადოდ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ეს იდეალურ შემთხვევაში, მაგრამ ისევ ამათი მუნდირის პრობლემა ახლა მეშვიდე ხარისხოვანია. მნიშვნელოვანია რა დონის მორჩილებასა და მსახურებას ითხოვს ივანაშვილი და როგორ ხედავს ამ ყველაფერს მტერი. და ხედავს ასე. აგერ შენს წინაა შენზე გაცილებით პატარა ქვეყანა, რომელიც გაავსე აგენტურით, მაგრამ ბოლო წლებში ისინი აღარავის დაუჭერია. ხანა ნულოვანი კოორდინაციით 4 მთავარ ძალოვან უწყებას შორის, რომელიც
არც პრემიერმა, არც უსის უფროსმა, არც მთავარმა სამხედრომ, არც დაზვერვამ არ იცის, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რა ხდება კონფლიქტის ზონაში. ამაზე უკეთესი რა უნდა ინათლო. ამაზე მეტად მოშლილი როგორი უნდა იყოს მოწინააღმდეგე. და ამ ქვეყნის საოკუპაციოდ რა ძალად აღჭირდება, რა 58 არმია, რა ტანკი, რა რაკეტა. ფაქტი არც დასჭირდება. გაიხედეთ პანჯარაში, ქუჩაში, ჩართეთ ტელევიზორი, მოусმინეთ ხალხის თავს ხელისუფლებას უწოდებს. რუსეთია უკვე. საფრანგეთის მოქალაქე მინდა გაგაცნობთ. საფრანგეთში დაბადებული, საფრანგეთში გაზრდილი, მოდლიშვილი. გავრილ დოროშინი, რუსის არმიის უმცროსი ლეიტენანტი და ორდენების კავალერი. ამ ახალგაზრდას აქვს ტელეგრამ არხი, რომელზეც საკუთარ ფიქრებსა და სიახლეებს უზიარებს 12000-ზე მეტ გამომწერს. Приветствую вас, дорогие подписчики обратной перспективы. იკითხავთ ალბათ რითაა საინტერესო. ასე ტერორისტი რუსეთს ალბათ ასობით ათასი ყავს, გინდ მიწის ზემოთ, გინდ მიწის ქვემოთ. მაგრამ ამას აქვს ერთი რამ, სისხლი. გავრილ დოროშინი, საფრანგეთის მოქალაქე, არის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილი. მოკლედ მერვე თაობა. საფრანგეთში დაბადებული, გაზრდილი და განათლებული კაცი ადგა და ჩამოვიდა უკრაინაში საომრად. ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც დაიწყო ომი დონბასში. ახლა სამხედრო დაზვერვაში მსახურობს დრონების ოპერატორია. თავის სოციალურ ქსელებში ეს კაცი ხან წინაპრების ამბებს გვაცნობს, ხან ჩეჩენ თანამებრძოლებს ნათლავს ტერორისტებად, რაგი მისი ბაბუები არაზუსტ ენდობოდნენ ბოლომდე ამ ხალხს. ხან პუტინს ადიდებს და ხანაც თავისი ქვეყნის მთავარ სამიზნეს გვახსენებს, კონსტანტინოპოლს, რომელიც მისმა ჯიშმა, ჯილადმა და წინაპარმა ვერაფრი დაიპყრო, თუმცა ძალიან უნდოდა. რისთვის გავისარჩენ? რისთვის ქექი ამბები? რატომ გადავწყვიტე ეს ვიღაცა კამპანი? უსახელო ახალგაზრდა თქვენთვის გამეცნო. ერთადერთი მიზნით. შემეხსენებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ქვია წყობილებას, რომელიც იმ მომენტშია დამყარებული რუსეთში. სამთავრო, სახანო, ურდო, სამეფო, იმპერია, რესპუბლიკა, ფედერაცია. ადრე ფეოდალური გვიან, ფეოდალური, ბურჟუაზიული, სოციალისტური, მენშევიკური, ბოლშევიკური, კომუნისტური, კაპიტალისტური, ოლიგარქიული, ავტოკრატია, დიქტატურა, ტირანია. ეგ სულ ყველაფერი ერთია. და გინდ იმპერატორის ნაშიერი, გინდ პარტიის გენერალური მდივნის. გინდ პრეზიდენტის. სულ ყველა ერთი რუსეთითაა ნაკეთები და ერთი დამპალტესიდანაა აღმოცენებული. ერთადერთი რაც უნდა, მეტი მიწა, მეტი და კიდევ უფრო მეტი. აი როგორც ამის სუძაღლი ბაბუის წვრილი და ღარიბი ჩინოვნიკი წერდა. შფოთვენ და რტვინან და იტყვიან, როდის იქნება ის სამეფოცა ჩვენი იყოს და აღიძვრიან იმავე მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან. იმ მიწად ქცევა ადრე და მალე თქვენო საიმპერატორო უდიდებულესობა და თქვენს ისტორიულ სამშობლოს. მეკაყორშია და არაკეთილის მსურველებო, ჩაგიფლავდათ გეგმა. ღარიბაშვილის სამეცნიერო ღვაწლმანა მონოგრაფიებმა ვერ იქონია სათანადო გავლენა კომისიაზე. ერთი ადგილი იყო მეცნიერებათა აკადემიაში და ისიც სხვამ დაიკავა, სხვა ირაკლი. არა, ოდესღაც ირაკლი ბათიაშვილის დედიკაცი იყო მინისტრი, ახალშექმნილი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ისიც პარლამენტის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე. ახლა კი ირაკლი ბათიაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე აირჩიეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად, ქართული ენისა და კულტურის განყოფილებაში. მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ირაკლი ბათიაშვილს იმდენი აქვს ნაწერი, რამდენიც ირაკლი ღარიბაშვილს წაკითხულიც არ აქვს თავის ცხოვრებაში. მე აქ გავაგრძელებ მუშაობას იმ მიმართულებით გამოწვევები, რომელიც დგას დღეს დასავლური ცივილიზაციის წინაშე, ანუ საქმე ეხება კრიზისის იმ უახლეს ფორმებს, რომელიც მოიტანა 21 საუკუნემ სწორედ დასავლური ცივილიზაციის წინაშე და რა თქმა უნდა, აქვე დგება ძალიან სერიოზული პრობლემა იმის თაობაზე, რა შინაგანი რესურსი გააჩნია ამ ცივილიზაციას, რომ გადალახოს სწორედ ეს კრიზისის უახლესი ფორმები. რომელი იტყვით კრიზისი არ არისო? არის. ყველანი მაგას არ ვარჩევთ, ნასწავლიცსა და უსწავლელიც, ფილოსოფოსსა და მოჭიდავეც. ყველანი ჭეშმარიტებამდე მისვლას ვცდილობთ. ჭეშმარიტებაზე გავესაუბრებით. ეს ნიშნავს ჭეშმარიტება თქვენი ძალადობას ხარებზე. გავესაუბრებით, იმიტომ რომ ღმერთისგან ძალიან შორს ახართ. ზოგს გვიფასდება ოღონდ, ზოგს არა. ირაკლი ბათიაშვილს ნამდვილად დაუფასდა, რამაც ძალიან გაახარა აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიც, აკადემიის იმ განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც ბათიაშვილი აირჩია წევრად. წევრ კორესპონდენტად, ხლა ვინმე წვრილმანი შარი რომ არ მომდოს. ირაკლი ჩემი უმცროსი მეგობარია, ვამაყობ რომ ჩემი განყოფილების წევრი გახდა. უთხრა ჯორჯიან ტაიმს ჯაველიცამ. ირაკლი ბათიაშვილი თავისი აზროვნებით გამოხატავს იმას, რაც უნდა გამოხატოს, რომ გადაგვარდა კაცობრიობა. დღეს ევროპა გადაგვარებულია. სად მივდივართ? რომელ ევროპაში მივდივართ? ციტატის დასასრული. კაცობრიობა, კერძოდ ევროპა, შეიძლება მართლა გადაგვარდა ბატონ ელიზბარ. თქვენ, ბატონ როინ მეტრელოს, ბატონ ვაჟა ლურთქიფანიძეს და ბატონ გიორგი სოსიაშვილს, როგორც აკადემიის ნამდვილ წევრებს ეს უკეთ მოგეხსენებათ, ცხადია. ჩვენ კი უსწავლელთ და უბირთ
ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ არ გადაგვარდა საქართველო. რომ ჩვენში ისევ რაღაცას ნიშნავს ქართულ ჯიგრული გაგება და პონტი და რომ მეცნიერებამ იმ ხელისუფლების, ანუ თქვენი დეიდაშვილის შვილის მიშა ზიზღმა და ამ ხელისუფლების ერთგულებამ შეიძლება დაამეგობროს, გააერთიანოს და ჩაახუტოს გამსახურდიას განათლების მინისტრი ჯაველიძე და იარაღით მისი დამამხობელი შევარდნაძის უშიშროების მინისტრი ბათიაშვილი. გააერთიანოს თუნდაც ევროპისა და სამყაროს ბოლო ჟამს. ვაშა გადაცემა. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.